რა არის აი ამ მეთოდის თავისებურება? ის რომ იგი იყენებს ხელოვნების რესურსს, იყენებს ხელოვნების დარგებს და ფაქტობრივად ყველა დარგს, როგორიც არის სახვითი ხელოვნება, როგორიც არის მუსიკალური ხელოვნება, დრამატული ხელოვნება. ჩამონათვალე ძალიან შორს წაგვიყვანდა, იმიტომ რომ სახვით ხელოვნებაში იმდენი ქვეგანშტოებაა, ხო ეს არის ვთქვათ როგორიც არის ფერწერა, როგორიც არის სკულპტურა, ინსტალაცია, ეს ყველაფერი შედის სახვითი ხელოვნების მეთოდებით მკურნალობაში. ვთქვათ, მუსიკით მკურნალობაში შევა ასევე უამრავ, რომ გააჩნია რა მუსიკალურ ინსტრუმენტს გამოიყენებ. ეს იქნება ვთქვათ პასიური მუსიკოთერაპია, რომ შენ მოასმენინებ მუსიკალურ ნაწარმოებს, თუ ის ასე ვთქვათ თვითონ შენი პაციენტი აქტიურად გამოიყენებს თავად მუსიკალურ ინსტრუმენტებს თერაპიის პროცესში და ეს ყველაზე ასე ვთქვათ ეფექტურია, როდესაც თავად პაციენტი არის ჩართული მხატვრულ აქტივობაში. ის კი არ უსმენს პასიურად, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მუსიკას, არამედ თავად ქმნის მუსიკას და აქ ისეთ მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში მუსიკალურ განათლებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს სრულად შემთხვევითი ადამიანი მუსიკალური განათლების თვალსაზრით შეიძლება ჩართო ამ აქტივობაში და არაჩვეულებრივი შედეგები მიიღო. ესე იგი, გამოდის რა, რომ ხელოვნების, ასე ვთქვათ, შემეცნება ყველა მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის მნიშვნელოვანია ჯერ ერთი თავად ხელოვნების შესწავლისთვის, როგორც ასეთი, მეორე ადამიანის შესწავლისთვის, იმიტომ რომ ხელოვნების საშუალებით ფსიქოლოგები სწავლობთ ფაქტობრივად ადამიანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და კიდევ ხელოვნების საშუალებით ჩვენ ადამიანს ვეხმარებით გადაჭრას თავისი ფსიქოსოციალური პრობლემები. იყოს უფრო აქტიური სოციალურად, მოახდინოს საკუთარი თავის პრეზენტაცია უკეთესად, გამოხატოს საკუთარი თავი და დაძლიოს გარკვეული, ასე ვთქვათ, მძიმე, ასე ვთქვათ, პრობლემები თავის ცხოვრებაში. მე ორი სიტყვით მინდა ვთქვა არტ-თერაპიის ისტორიის შესახებ. ნუ ერთი შეხედვით არტ-თერაპია არის ულტრათარამედროვე ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტიურად ჩამოყალიბდა და მეორე მხრივ კი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეთოდი ფსიქოთერაპიული. და შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არტ-თერაპიის მამად სახელდება ხოლმე არც მეტი არც ნაკლები პითაგორა. დიდი გეომეტრი, დიდი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ასტრონომი, ასევე ექიმი, ფსიქოლოგი და ხელოვანი. რომელსაც ჰქონდა სხვაჩვარ ძალიან საინტერესო მეთოდი ადამიანების მკურნალობის. სხვათა შორის ეს მისი მეთოდი თერაპიული ეფუძნებოდა მისივე ფილოსოფიურ დოქტრინას. და დოქტრინა ასეთია, ძალიან ზოგადად ვიტყვი და ძალიან ლაკონურად, იგი თვლიდა, რომ კოსმოსი როგორც წესრიგი, ბერძნული სიტყვა კოსმოსი ქართულად ითარგმნება როგორც წესრიგი, აგებულია მათემატიკის კანონებზე. მათემატიკის კანონებზე არის აგებული მუსიკაც. კოსმოსი არის მუსიკის ხორცშესხმა. ადამიანის სულიც არის აგებული კოსმიური ჰარმონიის პრინციპებზე, ანუ მათემატიკურ პრინციპებზე და კანონებზე. ადამიანი მაშინ ხდება ავად ფსიქიკურად და ფიზიკურად, როდესაც ეს ჰარმონია, ეს ბალანსი ირღვევა. და რა არის საჭირო, რომ ბალანსი აღდგეს? მუსიკა, რომელიც, ასე ვთქვათ, ჰარმონიაში, ჰარმონიზირებას მოახდენს, აი ამ, ასე ვთქვათ, დისონანსის ჰარმონიზირებას მოახდენს. და რას აკეთებდა ამ აქედან გამომდინარე პითაგორა, როგორც ექიმი უკვე. იგი სწავლობდა თავის პაციენტებს წინ და წინ, პირობდულად იკვლევდა, როგორც კარგი ფსიქოლოგი და კარგი ექიმი და შემდგომ მათთვის წერდა მუსიკას. იმიტომ რომ თქვა დიაგნოზიდან გამომდინარე იგი ასკვნიდა რომ ამ ადამიანს ასე ვთქვათ მისი გარკვეული პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე რომელი მუსიკა დაეხმარება ჰარმონიზირებაში და შემდგომ ამ მუსიკას თავადვე უსრულებდა ქნარზე. მოგეხსენებათ ქნარი არის თანამედროვე არფას წინამორბედი. და პითაგორელები მისი მოწაფეები ამბობდნენ რომ ამ მეთოდით პითაგორა კურნავდა არა მარტო ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ სნეულებებსაც კი. ნუ რეალურად როგორ იყო ძალიან ძნელია ჩვენთვის ახლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია რომ პითაგორელები და პითაგორელების სკოლა ძალიან აქტიურად იყენებდნენ მუსიკოთერაპიას. ასე რომ აი ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ მეთოდს. ერთი შეხედვით არის ძალიან ახალი და ულტრათანამედროვე და მეორე შეხედვით არის ძალიან ძველი და არქაული და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არტ-თერაპია უკავშირდება
არა მარტო ლეგენდარულ პითაგორას, არამედ კიდევ უფრო ლეგენდარულ და მითოსურ დიონისეს ბახუს. სწორედ დიონისეს კულტში ჩაისახა მოგეხსენებათ ევროპული ხელოვნებად, ევროპული თეატრი და ხელოვნებაც, იმიტომ რომ თეატრი ინტეგრაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგების და აი ამ დიონისიებს ჰქონდათ ყველაფერთან ერთად, ну გარდა ესთეტიკური ფუნქციისა, თქვათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი და გარდა რელიგიური და სოციალური წმინდა თერაპიული ფუნქციაც, იმიტომ რომ თქო წელიწადში 4-ჯერ ადამიანები ერთვებოდნენ თამაშში, მონაწილეობას იღებდნენ თეატრალიზებულ სანახაობაში, თავისუფლდებოდნენ ტაბუებისგან, უარს ამბობდნენ ყოველდღიურებაზე, უკანდებდნენ შიშებს და სხვადასხვა შეზღუდვებს და აქედან გამომდინარე აი ამ ასე ვთქვათ სანახაობას, მოდით სანახაობა არ ვთქვათ, ამ თანამონაწილეობას მხატვრულ აქტივობაში მათთვის ჰქონდა უდიდესი რა თქმა უნდა თერაპიული ზემოქმედება. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საერთოდ ხელოვნება ძალიან მკვეთრად შემოტრიალდა ანტიკური რიტუალებისადმი და ევროპაში და შტატებში იდგმებოდა სპექტაკლები სათავრად დიონისე მაგალითად 68. სხვა შორის ესეც არ არის შემთხვევითი, დიდი 60-იანი წლები, როდესაც იწყება ჰიპების მოძრაობა, 68 წელს, როდესაც ხდება ეგრეთ წოდებული კულტურული რევოლუცია, ხდება ძველი ფასეულობების გადაფასება, უარის თქმა რაღაც გარკვეულ ტაბუებზე და აი ამ დროს ხდება ასე თქვა დიონისეს და ანტიკური რიტუალების მეორედ აღმოჩენა. მე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა დღეს 60-იანი წლები აღარ არის მე-20 საუკუნის, მაგრამ ფსიქოლოგები ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ანტიკურ რიტუალებსაც ჩვენს პრაქტიკაში, არტ თერაპიაში აქტიურად გამოიყენება ფერხულის ელემენტები, ვთქვათ, ის არქაული ცეკვები, რომლებიც ერთი შეხედვით არ გვახსოვს, მაგრამ მეორე შეხედვით ისინი ჩვენში ცოცხლობენ და უფრო მეტიც მათ უდიდესი თერაპიული ზემოქმედება აქვთ ჩვენზე. ასე რომ, იცით, ალბათ ესეც უნდა ითქვას, რომ ხელოვნების ფსიქოლოგიას გარდა შემეცნებითი ინტერესისა აქვს პრაქტიკული ინტერესი. რომ ფსიქოლოგია საერთოდ არის პრაქტიკული დისციპლინა. გარდა იმისა, რომ იგი სწავლობს წმინდა თეორიულად გარკვეულ საკითხებს, ასევე მას აინტერესებს, როგორ შეიძლება ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მაშ, როდესაც ხელოვნების ფსიქოლოგია სწავლობს ხელოვნებას თეორიულად, იგი ამავე დროს ცდილობს გამოიყენოს ხელოვნების რესურსი ადამიანის დახმარების პროცესში. და აქედან გამომდინარე არსებობს არტ თერაპია, როგორც მეთოდი, რომელიც გულისხმობს ხელოვნების დარგებით ადამიანის, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ კორექციის დახმარებას, მოდით კორექციაც უნდა ჭრეს, ფსიქოლოგიური დახმარების პროცესში ხელოვნების სხვადასხვა დარგების გამოყენებას გულისხმობს.